კი ბატონო, მოგესალმებით და მინდა გითხრათ, რომ მართლაც სხვადასხვა ვერსიები მქონდა მომზადებული 38 გვერდიანი დიდი ანგარიში და მცირე ვერსია და მოდი მცირე ვერსიაზე გადავალ მაშინ შესაბამისად. უმცირესზე კი ბატონო და ამ მცირესაც შევამცირებ კი ბატონო. ოღონდ კითხვები თუ გექნებათ ნებისმიერ სხვა ფორმაში მზად ვარ, რომ ინტერესი პარლამენტის წევრების დავაკმაყოფილო ბუნებრივია. მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და შესაბამისად მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვისა და მწვანე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, რომლის შედეგი იქნება არა მხოლოდ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირება, არამედ ნაკლებად ენერგოტევადი, გაცილებით მაღალეფექტიანი, გაზრდილი დამატებითი ღირებულის შექმნის პოტენციალის მქონე ეკონომიკური მოდელის ფორმირება. ამასთან გარემოს დაცვის ახალი მოთხოვნები იქნება უფრო მეტად ინოვაციის მასტიმულირებელი, ვიდრე დამატებითი ტვირთი გაზრდის ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესს საქართველოს მიმართ, ახალი პროფესიები გაჩნდება. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს წარმატების ხარისხს, შესაბამისად მოხდება მოწინავე სტანდარტების დანერგვა, მწვანე ინიციატივების სახელმწიფო სტიმულირება, გაიზრდება ხელმისაწვდომობა სპეციალურ ფონდებთან, არსებითად გააქტიურდება ტექნოლოგიების ტრანსფერი. ქვეყანაში გარემოს მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად ეტაპობრივად დაინერგება ევროპული გარემოსდაცვითი პრინციპები და სტანდარტები. საქართველოს გააგრძელებს ორმხრივი და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დაიხვეწება და განახლდება გარემოსდაცვითი სამართლებრივი ნორმატიული ბაზა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ტყის მართვა, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების რისკების შემცირება, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, სანებართო და სალიცენზიო საქმიანობა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. მოხდება გარემოს მონიტორინგის სისტემის ეტაპობრივი გაფართოება და მოდერნიზება. გატარდება სატყეო სექტორის რეფორმა, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ტყეების მდგრადი მართვის სისტემის დანერგვისა და მათი რაოდენობრივ ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებისაკენ. გაძლიერდება ტყის მართვისათვის პასუხისმგებელი ინსტიტუციები. ეტაპობრივად დაინერგება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემა, რომელიც დაეფუძნება სააუზო მართვის ევროპულ პრინციპს. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ეტაპობრივად გამკაცდება თხევადი საწვავის ხარისხობრივი ნორმები, გაუმჯობესდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ემისიების აღრიცხვის სისტემა. მოხდება ჰაერის ხარისხობრივი ნორმების ევროსტანდარტებთან შესაბამისობა. გაუმჯობესდება ზემოქმედების არსებული სანებართო სისტემა და შეიქმნება ევროსტანდარტებთან დაახლოებული ახალი სანებართო რეგულაციები, დაინერგება სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასების სისტემა. ბუნებრივი რესურსების მარცვა და რაციონალური გამოყენების მიზნით გაუმჯობესდება ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ლიცენზირების სისტემა. გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ნიადაგის ეროზიების შემცირების, გაუდაბნოების და თავიდან აცილებისა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შესანარჩუნებლად შემუშავდება მიწის რესურსების მდგრადი გამოყენების მექანიზმები. ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედების გეგმის შესაბამისად გატარდება ბიომრავალფეროვნების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები, შემუშავდება ქვეყანაში ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდის გიხდით